ემზარ სადაღაშვილი და დედა ქალბატონი ნაზო. აი როგორ ახასიათებს თავისი ძმა ზაზას. ზაზას გააჩნდა ყველა ის საუკეთესო თვისებები, რაც კი არსებობდა. ჩვენ ძალიან კარგი ძმობა ჰქონდა და არაცოდეს არ ვჩხუბობდა. ომში წასვლისას ყველას მშვიდად დაგვემშვიდობა. წავიდა და წავიდა. ქალბატონო ნაზო, მინდა დიდი მადლობა გადავიხადოთ მოგზაურებისთვის. მინდა გვიამბეთ რაიმე ზაზას ბავშვობაზე. როგორი ბავშვი იყო, რითი იყო გატაცებული და რაზე ოცნებობდა. ზაზა სამხედროში ძალიან მალე წავიდა, დაამთავრა თუ არა სკოლა, ცოტა ხანი იყო. გორში ასწავლიდა მე-9 სკოლაში ავარჯიშებდა ბავშვებს. თბილისში დადიოდა კარატეზე იქაც ასწავლიდა. ნახევარზე მეტად სულ გარეთ იყო გასული. სახში როცა იყო ისეთი ამხანაგური იყო, ისეთი აი ვერ წარმოიდგენდი, ვერ ვიფიქრებდი რომ მამაშვილი კი არა, ალბათ მეგობრები იყვნენ რა, ისეთი კაი ამხანაგობა. დაჭირვებულს რომ დაინახავდა, რომ მოდიოდნენ, დაინახავდა დაჭირვებულს. გვერდზე გაუვლიდა, გამოუვლიდა, იმდეს იზამდა უნდა მისულიყო და გამოეცნაურებულა, რომ ვითომ მიცნობდა, რომ არ უნდოდა, რომ ვიღაცას შეეწუხებინა. და ეთყოდა ან როგორ არიან თქვენებიან, რაშრებით რამდენი ხანი არა ყოფილა თქვენთან, გაშტერებული უყურებდა თუ ერთი გოგო, ახალგაზრდა გოგო ყოფილა, ბიჭებია თქვენთან მატარებელს. და იცო, აუცილებლად როგორ არა ოლოშლოვნა წამოვიდეთ თქვენთანავე და როგორ არიან თქვენები, ნახვა მინდოდა თქვენ 5 ბიჭი იყვნენ გარშემო და აწუხებდნენ, რომ დამინახოთ და დავიდნენ. აღარ დაგვიწყდნენ. როგორ დედაშვილობა გქონდა? ძალიან და ემზარის თითქმის მაგისი დაგვილი იყო 5 წლის აიყო ემზარი 6 წლისა ის მე მუშაობდი წავლაში ისე იყვნენ ბანაკში დასულები და ისე ული და ისე რამე წამოაყენებდა გამოაიყვანდა გარეთ ისე იმის ფერბოდა ყველაფერი პატიჟას და ვეთყოდი ხომ თუ როგორი მეშველი გადაახარნე ძმა მე ვარ და იმასი იყვებოდა თავის პირად ამბებს? არის სხვების გამიგები. და სულ ბავშვი იყო იმისთვის, რომ ომში წასულიყო და არც ამისით გამოცდილება არ ჰქონდა. არა. როგორც დედას, ალბათ გაგიჭირდებოდა ზაზასთან გადაწყვეტილება შეგვიძლია. ჩვენ უთხარით, რომ ერთხელ წავიდა და მე გამოვიდა. მერე უთხარით, რომ აღარ წასულიყო, უფროსთან ძალიან ახლოს იყო. და გითხრა, რომ უღარ გამოვუშვებთ, ეცადეთ, რომ აღარ წამოვიდეთ. და ვეხოცეთ ძალიან და რა შენი შვილია და სხვისი შვილები შვილები არ არიან ნუ ეგრე მოგმა და წავიდა და წავიდა როგორ გაიხსენებთ ზაზას ომში წასული? ძალიან რომ მიდიოდა ვაცილები ყლაშად თავისი გაკეთებულია სახლის რკინით ესე თვითონ და გამოვიდოდა და უყურებდა გარშემო ული და ხმას არ ედერდა მერე გამოვიდოდა ბავშვებში ითამაშებდა, შენ ბიჭებში გამოვიდოდა. გაივიდა, გამოვიდა ისე მოვიდოდა და დაღონებული უყურებდა. მერე რომ წავიდა 1-2 გზაზე გაჩერდა, 1-2-ჯერ ესე გვიყურა და წავიდა და აღარ. ბოლოს აკისაურია? როგორც ყველა დაყულა ხალხს, ასევე ზაზას გარდაცვალებასაც არაერთი ლექსი მიუძღვის. მინდა ერთი წაკითხო. შენ 19 გაზაფხულს მოესწამ მხოლოდ, მე-20-ის მარტო თვალით შეხედე და ამ გაზაფხულს აპრილის თვეში შენი მშობლები შავად შემოსე. შენ ისე მალე გაგორდეთ ზაზა, რომ ვერ გიხილეთ შენ 20 წლისა. შენ მხოლოდ სხვისმა ტყვიამ გიმსხვერპლა და ჩვენს მიწისთვის დაეცი შენა. მთელი ქოხრელი სულ შენად გლოვობს, სულ შენ დაგტირის ყველა მათგანი. მათ იციან შენ რომ მომკვდარ ხარ, იმას ვერ გრძნობენ შენ რომ გმირი ხარ. შენ არ მომკვდარ ხარ, შენ ისევ ცოცხლობ, შენი სანთლები ენთება მარად, ჩვენს გულში კვლავაც იქნები მარად, შენ არ გაქრები არასდროს ზაზა. პროექტზე მუშაობისას უფრო და უფრო ვიზიდავდა ამ ბიჭების შესახებ, მას არის ინფორმაციის მოძიება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავუყენებინა სკოლის არქივი. სიმართლე გითხრათ, თავიდან გვეჭვებოდა, რომ საინტერესო გვიყვება, მაგრამ ვერ წარმოვიდგინეთ, როგორ მიხაროთ, როცა ამ ბიჭების ნაწერვეულებს საგამოცდო ნამუშევრებს პოულობ. მოგეხსენებათ ზაზა ასკარიძე ციცი კარგის. ამ სკოლაში არ ვსწავლია და შესაბამისად სკოლის არქივშიც არ მოიძებნება მისი ნამუშევრები. ჩვენვე შევძლებთ დავკავშირებოდით სკოლას, სადაც იგი სწავლობდა და მოგვეცია მისი სასკოლო ნამუშევრები, რისთვისაც დიდ ბოდიშს ვუხდით ქალბატონ თაყურს.
ჯგუფში აღროჩნა ზვიად თაფიძის პირადი საქმე, სადაც უცვლოდ მისი ყოფა-ქცევისა და წარმატებების ნიშნებს პირველი კლასიდან მე-11 კლასის ჩაშли. ხოხნელის პირად საქმეში დახვდა ზვიადის მშობლის განცხადება, ხოხნელის საშუალო სკოლის დირექტორს. ჩემ შვილს ზვიად თაფიძე შეუსრულდა სკოლის ასაკი 6 წელი, გთხოვთ მივყოთ მოსამზადებელ კლასში 1978 წლის 31 აგვისტო. აქ ნახეთ ყოველ წლის ბოლოს დაწერილი დახასიათებები, რომელიც კლასის დამოუკიდებელი წერს. მოსწავლე ზვიადი სარქისიანი აღზრდის პირობები უცვლელია წინასწართან შედარებით. თანდათან ვითარდება მისი გონებრივი განვითარების დონე. ჯანმრთელი ბავშვია, კარგი მეხსიერების მქონეა, მეტყველებს სწრაფი ტემპით. უმჯობესება მისი სწავლის დონე სასწავლო დისციპლინებში. დამჯერია, გულახდილია და გულმართალია. პატივსცემს მშობლებს, მასწავლებლებს, კლასის მეგობრებს. პირველი აკლასი 1978 წლის 1992 წელი, მესამე აკლასი. ზვიადი გონებრივად განვითარებული ბავშვია, ბეჭდითია სწავლაში. მისი წარმატება სასწავლო დისციპლინებში თანდათან უმჯობესდება. ზვიადი ფიზიკურად ძლიერი ბავშვია, ჯანმრთელია, გამბედავია, ადვილად არ ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, მოძრავია, ხალისიანია, არის მშიშარა, გულმართალი, თავაზიანი, გულახდილი, უყვარს მშობლები, მასწავლებლები, ამხანაგები, პატივსცემს უფროსებს, უყვარს სპორტი ფეხბურთი. ბატონო ირმა, გარდა პირადი საქმისა, ჩვენ გვაქვს ჩვენს ხელთ არის საგამოცდო ნაწერი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ეს არის მე-11 კლასში ნაწერი თემა გრიგორი ხანძთელის ცხოვრება. 1999 წლის 31 მაისი. ასევე ჩვენ გვაქვს მათემატიკაში საგამოცდო ნაწერი ნიშნის ფურცლები. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ გვაქვს ზვიადის ჯანმრთელობის ცნობა, რომელიც გაცემულია 1994 წელს. მართალია, ემზარაყოფაში შესახებ პირადი საქმე არ გვყოლია, მაგრამ მის შესახებ გვაქვს საჩივარი, რომელიც შეტანილია დირექტორის სახელზე. ჩანს, რომ ყოველდღე ბავშვი ძალიან ძლიერი ბავშვი ყოფილიყავთ. ეს საჩივარი ეკუთვნის თქვენს მეზობელს, რომელმაც იხილა დირექტორს. წაკითხავთ ამ საჩივარს. სოფელ ხოხორის საშუალო სკოლის დირექტორს. ამავე სოფელში მცხოვრებ დონარი ტარიელის საშვილი დილაშვილის განცხადება. მოგეხსენებათ, რომ ძმებმა ყოფაშვილმა ბილამ დაელტარა თავისი ამხანაგებით, მამიდას მითქებით, მისი სახლში ყოფნის დროს მოჭრეს 15 წლის ნაზარი კაკლის ხე, რომელსაც ყოველწლიურად ღებულობით ნაყოფს. მოჭრეს იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ სახლში არ ვიყავით, მამამისი და ძალი. კაკლის ხე იდგა ჩემს ვენახის გარეთ, მისის პირზე, ჩემს ვენახის მხარეს. შევკითხულიყო მაინც და ისე მოჭრეს, თუ ამას უშლიდა ჩემი კაკლის ხე. მანამ ასე მოხდებოდა, რამდენიმე დანაშაული ჩაიდინეს ორივე ძმებმა ჩემს ოჯახის მიმართ. სახლის ფანჯრების მინის ჩამწევა ნაგადკი, 5 მინის ჩამწევა. ამ შემთხვევაშიც გავრცელებულები არიან ჩემს მიმართ. ხვების დროს, როცა მუშაობდით მე და ჩემი მამამთილი ვენახში. ეს ძმები დილა და ელდარი ხოვეს ამხანაგებულები ხოცობდნენ ნაგადკებს. გავიხედე, გამოვიხედე და დავინახე ეს ბიჭები. ამხანაგო დირექტორი, ხოთ მივაქციოთ ყურადღება. არ მიმართავ არც საბჭოს და არც მილიციას. 1993 წლის 25 თებერვალში. ზაზა სადაღაშვილის შესახებ გაპოვნიკობს პირადი საქმე. სადაც ვკითხულობ. ზაზა სადაღაშვილი დაიბადა 1973 წლის 8 ნოემბერს. სკოლაში შევიდა 1979 წლის სექტემბერს. აქ არის ყოფა-ქცევისა და წარმატების ნიშნები პირველი კლასიდან მე-11-ში ჩათვლით. ხოხურის საშუალო სკოლის დირექტორს, სოფელ ხოხურის მცხოვრებ ლევან ზაქარიის სადაღაშვილს. ჩვენ გვაქვს განცხადება მშობლის ჩემ შვილს ზაქარია ლევაზის ძეს სადაღაშვილს შეუსრულდა სკოლის ასაკი. გთხოვთ მიიღოთ მოსამზადებელ კლასში 1999 წლის 25 აგვისტო. დახასიათება, რომელიც დაწერილია 1980 წელს ამიგების მიერ. ზაზა არის ჯანმრთელი, კარგად განვითარებული მოსწავლე. ყოველთვის იქცევა მოსაწონად. არაც კარგი კალიგრაფია ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ზაზა ბუნებით დაჯილდოვებულია, მაგრამ ზარმაცობს. დავალება შეძლებს და გვარ დასრულებს. კარგი ურთიერთობა აქვს მეგობრებთან. 1982 წლის 30 მაისს. ჩვენ გვაქვს ზაზა სადაღაშვილის სამუშაოეული ქიმიაში, რომელიც თარიღდება 1988-1999 წლებით. ავტობიოგრაფია, რომელსაც თვითონ ზაზა წერს. მე სადაღაშვილის ზაზა ლევაზის ძე, დავიბადე 1973 წლის 8 ნოემბერს. 1979 წელს შევედი ხოხურის საშუალო სკოლაში. სკოლა დავამთავრე 1990 წელს. 1999 წლის ივნისში შევედი საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის რიგებში და ვაგრძელებ სამსახურს. ყავს მშობლები და ერთი ძმა. კიდევ ძალიან ბევრჯერ დავხრით თავს ამ გმირი ბიჭების წინაშე. მათ სიცოცხლის ის გზა ირჩიეს, რომელიც მათ ხვდაობას, სამშობლოს კი დიდ თავისუფლებას მოუტანდა.
არავინ იცის ვინ ან როდის ჩაუნდრიეს ამ ბიჭებს ასეთი დიდი პატრიოტული გზნობა, მაგრამ სინამდვილეა რომ მათ სიცოცხლე გაწიეს, არადა შეიძლება იცოცხლათ, ოჯახები ყოლოდა, შვილები გაეზარდათ. კიდევ ბევრი დრო გაივლის. კიდევ ბევრჯერ გაიხსენებენ თაობები მათ ღირსებებსა და გმირობის ამბავს, მაგრამ ჩვენზე მეტად მაინც ოჯახები აფასებენ ამ ბიჭების უკვდავებას. ამ ოჯახებში მათი სახეები არასოდეს გაქრება, რადგან ზვიადის ოჯახში ისევ იზრდება პატარა ზვიადი თათიძე. ზაზა სადაღაშვილის ოჯახში ისევ იზრდება პატარა ზაზა სადაღაშვილი. ზაზა წიწიკაშვილის ოჯახში ისევ იზრდება პატარა ზაზა წიწიკაშვილი. ათეულობით წლები გაივლის, მაგრამ მათი სახელები, მათი ცხოვრება დარჩება ჩვენს ქვეყანას, როგორც ამბავი ერთი პატარა სოფლისა, რომელმაც 5 უკდავი გული აჩუქა სამშობლოს.
ძალიან დიდი მადლობა მიხე გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ეს გამიჩნდეთ და მოგწამეთ. მაგრამ მინდა ბოდიშიც მომიხადოთ, ბოდიში იმისათვის, რომ დღევანდელი დღე იყო ემოციური. ბოდიში იმისათვის, რომ დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგახსენათ თქვენი შვილების, თქვენი ძმების და ოჯახის წევრების გარდაცვალება. მაგრამ ეს არის ისეთი ტკივილი, რომელსაც ჩვენ გვერდი არ უნდა ავუაროთ და ეს არის ისეთი ტკივილი, რომლითაც ალბათ ყველა ჩვენთაგანმა, ყველა ქართველმა უნდა იამაყოს. სიმართლე გითხრათ, ძალიან ძიმე იყო ჩემთვისაც ამ პროექტზე მუშაობა, იმიტომ რომ ამ 5 ბიჭიდან 3 ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო. ემზარი აყოფაშვილი, რომელიც ფაქტურად ჩემი ოჯახის წევრი გახდა. ზაზა სადაღაშვილი, რომელიც ჩემთან მეზობლობდა და მე ხლაც მახსოვს კარგად როგორ თამაშობდით. კარგად მახსოვს კიბეზე ჩამოვშდარი, გიტარას უკრავდა და სვიადი თათიძე, რომელიც ჩემი თანაკლასელი იყო და 11 წელი ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. მაგრამ კიდევ გიმეორებ, ეს არის ის რეალობა, რომელსაც ვერცად ვერ გავექცევით. ჩემო ბავშვებმა გითხრეს დღეს, რომ ჩვენ გამოვიყენეთ არქივი სკოლის მასალა, სადაც ძალიან ბევრი იყო ამ ბიჭების ნამუშევარი საგამოსწორებულები, მათი პირადი საქმეები, თქვენ წარმოიდგინეთ ჯანმრთელობის ცნობაც და ნახეთ ეს ყველაფერი. იმაზეც ბევრი ვიფიქრებ, დღეს რა შეიძლებოდა, რომ თქვენთვის ძალიან პატარა, სულ მცირედი საჩუქარი გამოკეთებინა და ჩვენ გადავწყვეტეთ. ყველა ის ფუნქცია, რომელსაც თქვენი შვილები შეხებია, თქვენ დაგიბრუნოთ უკან. და ჩვენ გაგვიჩნდა ასეთი იდეა კიდევ. ყოველთვის ხოლმე ჩვენ სკოლაში ღონისძიება მთავრდება რაღაცა შედეგის გარეშე, ანუ გულისხმობი კვარს არ ტოვებს. ამიტომ ჩვენ აქაც გადავწყვეტეთ, რომ ისეთი რაღაც დაგვეტოვებინა, რომელიც ყველა მოსწავლეს და ყველა მშობელს თავს გაახსენებდა. და სიმართლე გითხრათ, ეს რატო გადავწყვეტეთ. რამოდენიმე თვის უკან სკოლიდან სახში ბრუნდებოდი და ობელისკთან, სადაც ამ ბიჭების მემორიალი გაიხსნა, ჩვენი სკოლის პატარა მოსწავლეები იყვნენ. და მე როცა გავუსწორდი, ერთი ეკითხებოდა დანარჩენებს, რომ ეს ბიჭები ვინ არიან და სამწუხაროდ ვერავინ პასუხი ვერ გასცა. და მე იქ როგორც დედამ, როგორც მასწავლებელმა, როგორც უბრალოდ ამ სოფლის მაცხოვრებელმა გადავწყვეტე, რომ სკოლაში რაღაც გაკეთებული იყო ისეთი, რომელიც ყველა მოსწავლეს, ყველა მასწავლებელს, ყველა შემოსვლელ ნაცნობს და უცნობს გააგებინებდა, რომ ჩვენ სოფელს ყავს 5 გმირი ბიჭი. მე ამ იდეის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, დამიხარმარნენ ჩემი მოსწავლეები, ისეთ დიდ მადლობას ვუხდი, ჩემი მეგობრები და ბატონი ირაკლი. ამიტომ მე მინდა ბოლო სიტყვა აი ამ იდეის შესახებ შენ უკვე იდეა რა მეთქე ხა მე ბიოლოგში მოგესალმებით ყველას. იდეა კეთვიხრი ეს იმაში და ჩვენი მოვალეობა გარდა იმისა, რომ ვასალოთ ქვეშვილებს ისტორია და სხვადასხვა საქმეები არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ბავშვებმა იცოდნენ, რომ ამ სკოლაში ზუსტად ისეთი გმირები სწავლობდნენ, რომელზედაც აქ იყო ერთად ლაპარაკი. და ჩვენი მიზანი ის არის, რომ ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლემ იცოდეს ამ ბიჭების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება ეძღვნებოდა საქართველოს ოკუპაციის დღეს, რომელიც აუგუსტის ფებრუარის ქვეშ დაიწყო და ამიტომ არ ვიცი ეს საქმე რამდენად თვის არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად ვულოცავ იას და სკოლას იმ წარმატებას, რომელიც ამ ღონისძიების განხორციელებაში მიაღწიეს და ჩვენ ვახავთ ეხლა იმ მემორიალს, რომელიც ჩვენ საკუთარ შედეგით გავაკეთეთ და მემორიალი ამის შემდეგ უკვე იმედი აღარავის გაუჩნდება კითხვა თუ ვინ იყო ეს ბიჭი. ამიტომ ჩავიდეთ ეხლა და ვლამ ხო თუ არა და ყველა მერტად ეს ბავშვები წარმოიყვანეთ გავხსნათ
ჯერა,